ორი თავი კრიტერიუმი ჭირა აქვს არჩევნებს ზოგადად რითაც ის ფასდება მისი სამართლიანობა ან ზოგადად შედგა თუ არა. ეს არის საყოველთაობა, რომ ყველა ადამიანს აქვს თუ არა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში და ფარულობა. ჩვენ შემთხვევაში დაირღვა უბრალოდ კი არა, არამედ ძალიან არსებითად, თითქმის ბიულეტინების 90%-ში. მსჯელობა არჩევნების კანონიერება უკანონობასთან დაკავშირებით იმ დღეს არ ხდება. არავის არ ევალება იმ დღეს იმსჯელოს არჩევნები კანონიერად ტარდება თუ უკანონო. საჩივარი ხომ უნდა დაიწეროს. საჩივრები დაწერილი იყო, საჩივრების დაწერაზე არ გეუბნებით მე. ჩვენ ხო ვიცით საქართველოს მოსახლეობამ რო ჟონავდა. საზოგადოებამ დაინახა რომ ამ კონვერტის იქ მოთავსება ისე რომ ადამიანს ვერ გაეგო ვის მიცა ვიღაცამ ხმა, მხოლოდ პროფესიონალებს ხელი წიფებოდათ. ჩვეულებრივ მოსახლეობას რომელიც არ არიან პროფესიონალები კონვერტის დაკეცვაში და სწრაფად ჩადევაში სადღაც ამათთვის ეს ხელმიუწვდომელი იყო. ანუ შენ რაღაცა რეგულირება მოიფიქრე, კონვერტში ჩადებით იქნებოდა თუ როგორც იქნებოდა ეს. ოღონდ ისე მოიფიქრეს, რომ შენი მოსახლეობის 90%-მა ვერ ჩააბარა. რა მნიშვნელობა გამოსვლას ხარ უტარებ მართლა შენს მოქალაქეებს. ფაქტია, რომ ბიულეტენმა გაჟონა. ამას არავინ არ კამათობს. ისევე როგორც არავინ არ კამათობს იმასთან დაკავშირებით, რომ ფარული არჩევნები არ უნდა ჩატარდეს საჯაროდ. არავინ არ კამათობს ამასთან დაკავშირებით. არც ერთი დისკუსია ამ მიმართებაში ხო არ ყოფილა. მე მაგალითად დებატებს რო ითხოვდა კოლახიძე და ხალხი რო არ დაუჯდა რო ეშინოდა. ჩვენ ხო ერთადერთი პარტია ვიყავით, ვინც ვამბობდით, რომ დიდი სიამოვნებით დავჯდებით. რო ამბობდნენ რომ აი ასეთი არჩევნებთან დაკავშირებით პრეტენზიებს ვერ ასაბუთებთ, ამას ვერ შვებით, იმას ვერ. მარტივი პრეტენზია თქვენთან ვამბობ. გაჟონა ფაქტია რომ გაჟონა უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ანუ როდესაც იურისტთა ასოციაცია მონაწილეობდა თავის დროზე სამართლებრივ პროცედურებში, ამ სამართლებრივ პროცედურებში, არა კონცერტში, არამედ სამართლებრივ პროცედურებში, ამ სამართლებრივ პროცედურებიდან რაღაც არ მოეწონათ, წერილი დაწერეს და უთხრეს რომ აგერ ეს ჟონავს და იქნებ რა ვექნათო. პასუხად იყო ის რომ გამოვასწორებთ არჩევნების დღეს არ გაჟონავსო, მოვიდა არჩევნების დღე გაჟონა. ანუ ვერავინ ვერ იტყვის რომ არ იცოდნენ მე ამის შესახებ. კარგი, რა შეგეხებათ თქვენ მაშინ? თქვენ არჩევნების დღეს პრინციპში როდესაც დასრულდა არჩევნები, მაშინ გვახსოვს რომ თქვით, ხო, აღიარეთ დამარცხება რეალურად. და გეტყვით რა, მე ახლაც ვაღიარებ დამარცხებას, არასდროს არ მithქვამს, არ და ჩვენ არ მოვიგეთ ეს არჩევნები მეტი. მე სხვა რაღაცა ვთქვი იმ დღეს. მე იმ დღეს ვთქვი რომ არჩევნები კი არ გაყალბებულა, რასაც ოპოზიცია ეძახის, არამედ გაყალბდა ადამიანების აზროვნება. გაყალბდა იმით, რომ შექმნეს რაღაცა არარსებული მატრიცა, კოცნაცური ბრძოლის, ხალხის დაშინების, 4 პარტია, 4-5-95 ხმარ დაიკარგოს. ნაცები მოდიან თორე დედას გვიტირებენ. ანუ მე გეუბნებით ამ პარადიგმებს, რომელიც ამ დღეს ტრიალებდა. რომელიც რა სისულელეს ადამიანებმა დაიჯერეს და სისულელეს რას ეძახით? ეხლა აქაც მაინტერესებს. არა, სისულელე, აი მაგალითად გეტყვით, აი მაგალითად არჩევნების მეორე დღეს ჩვენ ვხვდებით რუსების ქვეყანა. რაც არჩევნების წინაპირობა ოპოზიციას პირობითად. მეორეს მხრივ მოვლენ ნაცები, დედას გიტირებენ. მეორე პარადიგმა, ნაცებმა იღეს 10%. ანუ გასაგებია რომ დანარჩენმა ნაცებმა ერთად 40, მაგრამ იმ ნაცებს რასაც მიშას პარადიგმა, აქ საუბარი უკვე ომის ეგეც ომიდან კიდე ასევე მეორე აბსურდული პარადიგმა. ომი გინდათ პარადიგმა, რომელიც კონტრარგუმენტები აქეთ ამ მხრიდან დაბლოკილიყო ოპოზიციის მხრიდან, რაც ითქვა მათაც აღიარეს ეს, რომ ჩვენ ამაზე კი არ მუშაობდით, რომ ამ პარადიგმის საწინააღმდეგო გაკეთებიაო. არამედ ამის ის იყო, რომ რავი, ბიზნეს დედაცვატირე, ეს და ეს. ანუ მე ეს ჩავთვალე პირველ დღეს, რომ ანუ ასე არ შეიძლება არჩევნები ჩაატარო. მაგრამ ეს ასე არ ტარდება არჩევნები, რომ როგორ შეიძლება არჩევნები ჩატარდეს და მეორე დღეს ტემპერატურამ დაბლა არ დაიწიოს. ამ პირიქით მეორე დღეს კიდევ უფრო მაღლა იწია ტემპერატურამ. გასაგებია რომ ოპოზიციის ბრიყვული ტაქტიკა, რომ არჩევნები გაყავდა 300.000 ხმა, ჰაი, ჰუი, ჟივილი, ხივილი, ხოცებს აწყობთ. იმიტომ რომ მაგის პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობს. მაგრამ ხოცებს არც ერთი დისკუსია არ აწყობს იმასთან დაკავშირებით, მართლა გაჟონა თუ არა ბიულეტინმა და რა ხდება მაშინ, როცა ბიულეტინი ჟონავს.